თუ არის შესაძლებელი რაღაც ელემენტარული მექანიზმი რო აუხსნათ მაყურებელს, აი როგორ შეიძლება ძალიან მარტივად რაღაც გვერდის ავლით მაგალითად ჩიპები შევიტანოთ რუსეთში. მაგალითად ჩვენ ახლა რუსეთში აღარ გაგვაქვს ელექტრო კი არა და ჩვეულებრივი ავტომობილები. სამაგეროდ საქართველოსთან ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა ყირგიზეთში. არასდროს არ გქონია და ეხლა გვაქვს შუა აზიის ქვეყნებში. შუა აზიის ქვეყნები პროქსი ქვეყნები არის რუსეთისთვის და იქიდან მერე გადის. ეხლა ავტომობილებზე ვსაუბრობ, მაგრამ სხვა რაღაცებიც ეგრე გადის ჩვეულებრივად, ხო? მიკროჩიპები იქნება თუ რა იქნება და ბევრი ქვეყანა არის ისევ, რომელიც ვაჭრობს რუსეთთან და ამიტომ თული არის ჯერ ერთი ისე მიყვერა ბოლომდე ამ კვალს და მეორე ტექნიკურადაც ამ ეტაპზე არ არის ეგრე აკრძალული, ანუ ივაჭრება ჩვეულებრივად რა. ანუ როგორც ხვდებით მესამე ქვეყნის გავლით, ხო, ყველაზე გავრცელებული ამბავი ეგ არის, რომ სხვა ქვეყნებიდან შედის.